ჩემი ქურდბაცაცობის ამბავი უნდა მოუყვე, ახლა მე ლადმასეგი არ ვიყავ, ჭკვიანი. ლადმასე პატიოსანი. ლადმასე. ჩემი ქურდბაცაცობის ამბავი პირველი და უკანასკნელი ქურდობის ამბავი. კი, ხილი მომიპარია კაცო ბავშვობაში და სიმიდი და ტარო და ამნაირ რაცხეები როგორ არ რამდენჯერაც. სერიოზული ქურდობა? სერიოზული ქურდობა? არასოდეს არ ჩამიდენია იმ დღის მერე. მე ვიზრდებოდი ბებოსთან თერჯოლაში. ხო და ვიზრდებოდი ბებოსთან თერჯოლაში და მქონდა ესე იგი რანაირი ცხოვრება ხალხო რა გიქრა აი ლოგინში მორთმეული ყველაფერი რა ბებო ბლინები გინდა აბა ეს გინდა აბა ნუ ესე იგი ერთი გატოტუცებული ბავშვი რა ხო და ეხლა სკოლაში დილას რომ მივდიოდი ხოლმე ესე გავივლიდი მეზობლები მყავდნენ აგერ ბიჭები კობა იქეთ მერე მაიკო ისინი გავლიდი ხოლმე გოგოებს და მივაძახებდით მერე ბავშვები ყველა ერთმანეთს და მივდიოდით ერთად სკოლაში დილას ხო და ერთი დღეა და ერთი ვალიადეი დამოყავდა ეხლა ცოცხალი აღარ არის საწყალი ხო და იმის კობასთან ვიძახოდი ხოლმე ეზოში რომ მე ერთად მივდიოდი ბავშვების სკოლაში და მივედი ახლა ერთი დღეა და ვიძახი ახლა კობა ვალიადეი და არ მაგონებს არავინ და კარები იყო ღია ხო და კარები რო იყო ღია ხა კი შეხებული იყო და კი შევკარიხე და შევედი ხა პირველად კი არ ვიყავი კაცო იმ სახლში თამაშობდით ხოლმე ბავშვები და შევედი ესე წინ ადრე ხო ისი ტრილიაჟები რო იყო ასე შუა სარკე ქონდათ იმაზე ერთადერთი პომადა ხო და ახლა ეს პომადა და ჯერ მივედი ახლა ავიღე მოსინჯე ავწიე პომადა წავისვი მომეწონა და არ ვიცი რატო ვიფიქრე ჩანთაში უნდა გამექანებია გამახანე ჩანთაში ავაქანე ჩანთაში და ეს პომადა არის ხალხო ქიმიური პომადები რო იყო ხო იცი ადრე რო წაისმევდი და სად არის იმ პომადები აღარ არსებობს აღარაზრუს აღარ შორდებოდა ხო და ეს მოყვაწყვაწეული ავედი ხა მაიკოსთან მაიკო დავიცით მაიმე რა გისვია მარია მე კაი წითელი პომადა მაქვს თქო და აუ წავისვი მე ცოტა წავუსვი ხა მაიას უთხარი მე ამ პომადას ახლა წაგისვობ მაგრამ ვალიადეიდას არ უთხრა თქო ეს დედაჩემმა მიყიდა მაგრამ ვალიას არ უთხრა პარაო წავედი სკოლაში მივედი უსვია მთელ კლასელებს თუ ვინმე შევხვდი დედაჩემმა წითელი პომადა მიყიდა მაგრამ ვალიას არ უთხრა თქვა თან ყველას იმას ვეუბნები ვალიას არ უთხრა დედამ მიყიდა მაგრამ ვალიას დედამ არ მიყიდა მაგრამ ვალიას არ უთხრა თქო და მივედი სახლში მოსაღამოვდა ჩვენი თერჯოლა ხა თერჯოლები თუ ვინმე ხარ ბებია ზროხები ყავს მოწვერილი მოდის ბინდდება რა უკვე ხო შებინდებული როა მე სახლში რაღაცებს თამაშობ შიგნი და უცბად ჭიშკართან მესმის ვალიას ხმა ნაზიკა ვძახის ხო ვალია კოჩები დაჭკა მადანა არა ვალია მე არ წამომიყვანია და რა ვიცი მე ნოდარამ თუ გადმეიყვა გაგა მე იცი ჭიშკართან მეიცი ჭიშკართან და მამიკანკა და ფეხები მე ვთქვი გლახათ არის მოდი ნაზიკო საქმე მაქვს ერთი შენთან დადგა ხა ბებიაჩემო ვედრები ვადევნებ თვალს ფანჯრიდან всё მე ვთქვი მალე დადგა შენი აღსასრულის ხო მივიდა ახლა ბებიაჩემი და რაცხას ელაპარაკება ხა მე არ მესმის კი ის პომადა უყიდა გომაგას დედამისი მაგას ახლა მარიკა მოშავდი გოგო აგერ მოშავდი გოგო აგერ მოდი ასე მოგიზომავდნენ თლა მოდი რა პომადა გიყი დედიკო არ ვიტეხავ ვიხტი დედიკო წავა მომიტანე ერთი რა პომადა გიყიდა დედა შენმა ამაქვს სხვა პომადა ამევიდა იმას შორიდან ვიცი რომ იქ რა კლასანი ველოდება და ასე შორიდან ვაწვდი ხო კი ვალია მაგრამ ემაგია ჩემი მაგრამ არ გალახო ნაზიკა რა გულში ვფიქრობ გალახვა თუ არ გინდოდა მოსულიყავი მარტო გეთქვა ჩემთვის რაღა ამას მოუტანე ენა ვალია გულში ვფიქრობ შენი თავი მომცა ახლა შენი მორევა შემეძლო საკლა მეტი არ მინდა რა გარეთ ელოდება შვილი კახა ველოსიპედით არის ვალიას
ხო და მე რო უკვე ვიფიქრე რომ ბებიაჩემს ასე ჩამწრიული ქონდა ზომებით სენსილები და რო გადახედა რომელი არჩილოს ზოლში რო არის სამურაი ზოგს ზროხებს უყავდა ზოგს მე ხანდახან დაჭირდება და რო გადახედა სკრიფში რომელი უნდა ევიღო და ამასობაში სანამ ის ფიქრობდა მე გავარდი ჭიშკარში ვეცი კახასიმას რაც აქვს ველოსიპედს შემოვახტი კახას ველოსიპედს გავარბივარ და ფოფიალა გამავიდა რა სიკვდილმა ჯამად ჩეტნა იმაში რა ქვია ჯაჭვში დეიხვია ეს კაბა ჯაჭვმა გავარბივარ თან ეს ველოსიპედიმა გამოდებული თან გავარბივარ გამწარებული თან ბებიაჩემ წკეპლა ქეუგავია შემაი შეკურდო ბაცაცა შენ ახლა ხარა მეზობლებში პომადის მოპარვა და მიწყება შედიდობაში რას იზამო შენ ახლა მოკლავ და გაქვესკნელება ის მე ხოღარ მოგიპარია რა მის მერე მომიპარია კი და ერთხელ კიდე ტყუილისთვის გამო ისე გამლახეს კიდე ერთხელ მაგასაც მოგიყვებით ტყუილის გულის